25 წლის წინ, როდესაც პერსონალური კომპიუტერების ბაზარი ნაცრისფერ, უსახო უთებსა და გიგანტური საწყობების მტვრიან თავროებზე იყო დამოკიდებული, სტივ ჯობსმა გადაწყვიტა სრულიად არალოგიკური და სარისკო ნაბიჯი გადაედგა. Apple-ის საბაზრო წილი მაშინ სულ რაღაც 5% შეადგენდა და ცნობილი ბიზნეს გამოცემები სკეპტიციზმს არ მალავდნენ. ჟურნალმა Business Week-მა პირდაპირ გამოაქვეყნა სტატია სათაურით ბოდიში სტივ აი რატომ არ იმუშავებს Apple-ის მაღაზიები. სადაც წამყვანი ანალიტიკოსები კომპანიას გარდაუვალ ფინანსურ კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სხვა ტექნოლოგიური გიგანტები საკუთარ საცალო ქსელებს მასობრივად ხურავდნენ. თუმცა ჯობს ჰქონდა ხედვა, რომელიც ცდებოდა უბრალო გაყიდვების მექანიკურ ლოგიკას, მას სურდა შეექმნა სივრცე, სადაც ტექნოლოგია, ხელოვნება და ყოველდღიურ გამოცდილებად იქცეოდა. 2001 წლის 19 მაისის გამთენიისას ვირჯინიის შტატში ტაისონს კორნერის სავაჭრო ცენტრთან 500-ზე მეტი ადამიანი რიგში ჩადგა, რათა საკუთარი თვალით ეხილათ ის, რასაც ინდუსტრია განწირულ ექსპერიმენტს უწოდებდა. ვიზიტორებს დახვდათ ისეთი გარემო, რაც მანამდე საცალო ვაჭრობაში საერთოდ არ არსებობდა, ფართო, ნათელი დარბაზები, ხის მასიური მაგიდები, ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერები, რომლებთანაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისვლა, მუშაობა ან მუსიკის მოსმენა და რაც მთავარია, გენიოსების ბარი. ეს იყო ადგილი, სადაც მომხმარებელს პროდუქტს კი არა აჩეჩებდნენ, არამედ მის ტექნიკურ პრობლემებს მეგობრულად წვეთდნენ. სკეპტიკოსების პესიმისტური პროგნოზები მალევე დაიმსხვრა რეალური ფინანსური მაჩვენებლების გამოჩენისთანავე, სულ რაღაც პირველ 3 წელიწადში App Store-ების ქსელმა $1 მილიარდ შემოსავალი დააგენერირა, რაც საცალო ვაჭრობის გლობალურ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ტემპი აღმოჩნდა. მაღაზიები აღარ იყო მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის პუნქტები, ისინი იქცნენ ბრენდის ცოცხალ სარეკლამო ცენტრებად, სადაც ადამიანები საათობით ატარებდნენ დროს. განვითარების დინამიკა იმდენად მასშტაბური გამოდგა, რომ დღეს გახსნიდან ზუსტად 25 წელიწადში, მე-4 საუკუნის შემდეგ, მსოფლიოს 26 ქვეყანაში 500-ზე მეტი App Store ფუნქციონირებს, თითოეული მათგანი დაწყებული ნიუ-იორკის მე-5 ავენიუს საკულტო შუშის კუბიდან, დასრულებული სინგაპურის მცურავი სფეროთი თანამედროვე არქიტექტურულ შედევრებად და ქალაქების სავიზიტო ბარათებად იქცა. ამ ინოვაციის გავლენა გლობალურ რიტეილ ინდუსტრიაზე იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ მან სრულიად შეცვალა მომხმარებლებთან კომუნიკაციის კულტურა ყველა სფეროში. Microsoft-ი, Samsung-ი, Sony და ავტომწარმოებლებიც კი წლების განმავლობაში ცდილობდნენ Apple-ის ამ საცალო მოდელის და კოპირებას და საკუთარი შოურუმების მსგავს სტილში მოწყობას, თუმცა ორიგინალის ეფექტის გამეორება თითქმის ვერავინ მოახერხა. სტივ ჯობსმა და მისმა გუნდმა დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ეკონომიკაში ხალხი ყიდულობს არა მხოლოდ პროდუქტის მშრალ მახასიათებლებს, არამედ იმ იდენტობას და საზოგადოების წევრობას, რომელსაც ეს სივრცე ასხივებს. ციფრული კომერციის და ონლაინ შოპინგის სრული დომინირების ეპოქაშიც კი App Store რჩება იმის მთავარ დასტურად, რომ სწორედ დაპროექტებულ ფიზიკურ სივრცეს და ადამიანურ კონტაქტს შეუძლია შექმნას კულტურული ფენომენი, რომელიც დროსა და ტენდენციებს უძლებს.